გონიაში მცხოვრებ მეთევზეებს დღეს შუქამრეკლის ზოლი გადაეცა. თევზჭერის რეგლამენტის გათვალისწინებით აღნიშნული ზოლის ბადეზე მიმაგრება აუცილებელია, რადგან თევზაობის დროს ბადე დაცული უნდა იყოს. მეთევზეებს შუქამრეკლის ზოლი ორგანიზაცია ფლორა და ფაუნას და ტრადიციულ მეთევზეთა ასოციაციის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღესვე სანაპიროზე მეთევზეებს ზოლის გამოყენების მეთოდები გააცნეს. პროგრამის ფარგლებში აღჭურვილობა სულ 2000-მდე მეთევზეს გადაეცემა. ამავე პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მეთევზეთა ადვოკატირებას, რეკომენდაციების შემუშავებას და ტრენინგ კურსების ჩატარებას გეგმავს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპტივანი ნიშნულების სრულყოფა არ ხდებოდა, ეს იყო იმ პირობიდან გამოწვეული, რომ მეთევზეებმა პირველ რიგში არ იცოდა სად უნდა შეეძინათ, არ იცოდათ ამის ფასი და არ იცოდათ დაყენების წესი. და ინფორმირებაც ნაკლებად იყო მათთვის, რომ საჭიროებას მოითხოვდა თუ არა ეს. აი ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოხდა მათი ინფორმირება, ეს აუცილებელია და სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით ეს ლენტები. ეს გადმოგვეცა ფლორა ფაუნიდან საჩუქრად და ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენს და ტიპტივაზე დავაყენებთ. არც დაგვაჯარიმებენ და ბადეც დაცული იქნება.